საღამოშვიდობის საპატიო თელემაყურებლები ეთერშია გადაცემა საუბარი მოძღვართ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ქუთათელ გაენათელი მეტროპოლიტენური. დაგვროცოთ ვეცნებს. მეუფება ჩვენი გადაცემა დავიწყოთ ადისემსამერ კვირის სახარების განმარტებით. იყო ეს კვირა დღესასწაული იმათი ვინც წმინდანას სახელს ატარებს. უუცავ მათ ანგელოზ დღეს. ეს არის ყოთაღთიშობის დედა ანა და მოგწოდდება მის მიერ მარიამისა, მომოში ღვთისმშობლის. ნახე სამულტენსამე წელს დედის ხსენება არის ანას, ისეთ ანა არის. ну სამულტენსამე წელი მოღვაწეობდა მე-11 საუკუნის ბიზნესზე ქრისტიანობამდე და მის დედას დიდხანს შვილი არ ყავდა და ერთხელ საოცარში მისული დილით ევედრებოდა მხოლოდ უფალს რომ შვილი ყოლოდა და რადგან ის ამას ხმამაღლა არ ამბობდა ჩქჩილო და სხვა ვინი არ შეეწუხებინა თავისი ისხით და ჩათვალო ეს დილადია ნაშრომი დედაკაცი ხო არ არის ბუდბუდებს თავის ისე მივიდა და მოგითხა მას ვინ ახარ და რატო ხარ აქ და როცა მან გაუზია თავის გულისკივილი და ანუ გეშედა ხო თუ ასე ხურად ლოცულობ ცემლი თოტირი ხარო უფალი შეისმის და ნამდვილად მას იყო შვილი მან დადვახტა ღვთისმშობლში როშვილს შესწირავდა ეკლესიას უფალს და ამიტომაც მან როდესაც მას ეყო შვილი სამუელი ეთნობა 3 წლის ასაკში მიიყვანა აღსასდელად უდეოთან და უდეოთავართან ილი ესეთი იყო ვითხრით ასე იყო და ღვთისმშობლის დედა მარიამ და მამა მისმა ანამ და დედამ ანამ და მამამ იაკიმემ ასევე დადეს ახთმა ღვთისმშობლში რომ თუ მათ მიეცემოდათ შვილი იგი ისინი მას უფალს შესწირავდნენ ეს ძველი ტრადიცია იყო საერთო რომ უფლის მოცემულს უფალს სწირავდნენ შენია და შენ დაგარმოცემული და შენთვის ჩვენ შევწირავთ იმიტომ რომ ჩვენთვის ყოველთვის ფარსია შენი მოცემული შენ როგორც მომცემელი სიხარულს და ნუგეშისა უფრო ძვირფასი ხარ და აი ამ ძვირფას შენ უძვირფასეს გწირავთ შენ რომ ამით მოწყობდნენ რომ მათ ეგოისტური გზნობა არ ამოძრავდა გინდათ რომ ჩემი შვილი იყოს და მეავზარდო და მიკერძოება იყოს შვილი კერპათ არ უნდა შვილი ღვთისათვის აღსასდელად უნდა და ამიტომ ყველაზე უკეთესია რომ თავიდანვე თქვა რომ უფალო შენ მომეცი შვილი რომ მე ვიგრძნო რომ დედა ვარ და ეს შვილი შენ მიერ მოცემული შენი შვილი რო იყოს შენ მსახურებაში იყოს ასეც მოხდა ილიტასამე წლის შემდეგ სამუელი გახდა თავი მსახური და პირველი მეფე მან უკურთხა ისრაელს ასე თქო იაკიმი და ანა ყოველთვის შობლებისად მათ ეს ახთმა დადეს და როდესაც 3 წელი შესრულდა მარიამი რა მიიყვანეს დადარში და აი საკითხავი ეხება მოსვეთ ამას რომ უფლის მიერ მოცემული ისევ უფლისათვის ჩვენ გვეძლევა რომ მეტად გვიყვარდეს უფალი, მეტად შევიმეცნოთ უფალი და მეტად უფლის სახურებაში ვიყოთ და ღვთის მოცემული ეს წყალობად მადლი ღვთის ადიდელად იყოს ისევე
აი ეს არის შინაარსი ამ სახარების. რომ იყო დაკითხული. ქონებო გარკვეულწილად ეს ყველა ადამიანს ეხება, ხო? შვილი რო გეძლევა, შვილი შენიც არის, მაგრამ არც არის, შენ იგი ღმერთმა მოგცა. ხო და ჩვენ ვარდებული ვართ ყველამ პირველ რიგში ღვთის სიყვარულში გავზარდოთ, მამის სიყვარულში, რწმენაში და დღეს რასაც შევხედავთ, რაც ხდება, მეუფე, აი ცოტა ამას შევეხები, რაც ხდება დღევანდელ დღეს საქართველოში, ცოტა ათეისტური თაობა მოდის, მეუფე. აი ახალგაზრდობა, აი ეს შედეგი მივიღეთ რაც 12-დან უკვე ეს ბავშვები დაიბადნენ, გაიზარდნენ და ათეისტური განწყობით არიან. და ეს მშობლების ბრალიც ხომ არის? გარკვეულწილად არის მშობლების ბრალი, მაგრამ მარტო მშობლების ბრალიც არ არის, რომ ზოგადი მსოფლიოში მოვლენა ათეიზმის გავრცელების, ურწმუნოების და უჯრედების გამრავლების ხონაზე, ის დაკანონება, პოპულარიზაცია, პროპაგანდა და აი ამ გარემოში როცა ბავშვი პატარობიდანვე უკვე ჯერ ტელევიზორს, მერე მობილურს, მერე ინტერნეტში არის უკვე მისთვის მშობლის სიტყვა ავტორიტეტი აღარ არის. აი ეს წამყვანია მსოფლიოში, ის ხდება ავტორიტეტი და ბავშვს არ შეუძლია ჯერ გარჩევა ვინ არის მართალი, რომელია სწორი, რომ მას არ აქვს ჯერ არც გაზრებული, არც პერსპექტივა და არც გასწორებული რეტროსპექცია. ანუ წარსული თაობები, ისტორია კაცობრიობის, შენიერის ისტორია და არც ესე იგი მომავალზე აი ამ საფუძველი ფიქრი და აზროვნება. ამით წარმავალი დღეს პოპულისტური ინფორმაციის უფრო დამაჯერებელი მისის, ვიდრე მშობლის დარიგება. ეს პრობლემას ქმნის, დიდ პრობლემას აღზრდის სისტემა დღეს დაირღვა. ოჯახით აი ამ აღზრდის ფუნქციას პრაქტიკულად ვერ ასრულებს. და ბავშვი თავის ნებაზე არის. ლოგი გონიერია და შედარების ანალიზის საფუძველზე რაღაცა ბოლოს სწორგზას და უმრავლესობა მაინც სტიქიურად მიყვება იმას, რაც პოპულარულია. პოპულარი ფეხბურთი, ფეხბურთის ფანი ხდება. პოპულარულია რაგბი პოპულარია. პოპულისტები რომელსაც მსახიობი თუ სპორტსმენი თუ კიდე ვიღაცა, ეხლა იმის აღონიცემელი ხდება. აი ესეთი ფეხბურთი იყო მარადონა. და კლუბი შეიქმნა მარადონას და მე უკვე ეკლესია მარადონას და მარადონას როგორც ხაებად აი ეს აბსურდამდე შეიძლება იდეს ადამიანი რომ ეცაცოდავი ბავშვობიდან და ბავშვი ნიჭი ჰქონდა აი ბურზისკენ წლაობის და სხვადასხვა საფერი აგირების გატანის და კი ეს ნიჭია მაგრამ სულისის არაფრის მომცემი ემოციის აღზრდილი არის, სულისის მოსწავლე არის და ეხლა ასეთი ყალბი ღირებულებებით არის გატაცებული. თუმცა აღზრდა დღეს ბავშვს ოჯახში ფაქტობრივად ხდება და ვიტყვით რომ თვით აღზრდით შეიძლება ადამიანმა გაიგოს გზა და შემდეგ უკვე გონიერ ასაკში შედის მე უკვე შეგშობოდა თუ სმინოს ისტორიას განიხილავს წარსული და მომავალზეც იფიქროს. ჩვენ ვიცით რომ თქვენ ადრიან წლებში განათლების სისტემას ეხებოდით ხო საპატრიარქოდან და ხო ხოსორია ასე იყო. კი ეხლაც ხო და მეუფე აი ალბათ უმრავლესობა დაგვეთანხმება იმაში რომ საქართველოს დღემდე მოიყვანა რწმენამ და სამშობლოს სიყვარულმა. ასე გადარჩა ჩვენი სამშობლო ის უამრავი მტრებისაგან, შემოსევებისაგან და დღეს რომ ეს თაობა აღიზარდოს მის ფესვებზე ხომ არ დადგა დრო რომ ბავშვებს შევეწიოთ, შევეშველოთ და სკოლებში ისევ შემოვიდეს დაბრუნდეს ეკლესიის სწავლება. კი, დრო არის, მაგრამ ვითარება განსხვავებულია. ადრე მოდიოდა დამპყრობელი. თავისი ჯული წესით და უნდა შენი ჯული შეეცვალა თავისი ჯულით. ანუ ცდილობს შენ ათვისებას და გათავისებას.
და შენ რო გავხდები იდენტური მისი და ანუ შენ თვითიდენტობა დაკარგულიყო. და ამიტომ ტანჯებს ანგრევდნენ, სასვეპირებს დევნიდნენ, ავცირებდნენ და შეურაცხყოფდნენ სარწმუნოებას, რომ ეს საფუძველი სულიერი სიმტკიცისა მორღვეულიყო. დღეს ათეიზმის ასეთი მენტალური და ინფორმაციული აგრესიით ხდება სწორედ იმის თვითიდენტობის მოშლის და დაკარგვის. რომ დროა, როგორ არის დრო მიხედავს, მაგრამ ეს მარტო ჩვენ ცდილობაზე არ დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ უნდა ჩვენ მხრიდან ვეცადოთ. ჩვენ დღესაც არ გვაქვს პროგრამა, არ გვაქვს მეთოდიკა სწავლისა, არ გვაქვს მარტო რაც საგნად კი არ უნდა შევიდეს რელიგია. ჭეშმარიტი რელიგია სწავლავს ყველა საგანს. ღვთის მიერ არის შექმნილი სამყარო და ღვთის მიერ დადგმული კანონებით არის ყველაფერი ქვეყანაში. იგი ბავშვს დაანახოს კავშირი ამ ბუნების კანონებსა უფალთან. და რო გონივრილობა ამ კანონებისა, ეს არ არის სტიქი არ არის და შემთხვევით არ არის. მე მახსენდება რომ ერთი ის გაკვეთილი იყო ბიოლოგიის სკოლაში. და მასწავლებელი, აქ კომპიუტერი, აქ ეკრანი და აჩვენებს ბავშვებს, რომ ერთად უჯრედის გამრავლება მეიოზზე მითოზზე. და თუ უბრალოდ უჯრედის გამრავლება ხდება, მაშინ ეს უჯრედი ორად იყოფა. და თუ ეს განაყოფიერებულია და უნდა გამრავლებისკენ მიმართული და მაშინ 4-ად იყოფა. უყურებ და ხედავ, ეს ამ უჯრედზე გამოისახა, რაღაც 4 ნაწილად იყოფა, თანაბრად ჯვარი გამოისახა. ისე. არაფერი არ თქვი, გაკვეთილი დამთავრდა, მასალას ვეუბნებ. შენ შემეთქი, რომ უჯრედი განაყოფიერებულია, იქ უკვე 4-ad იყოფა. და ჯვარი ვერ მიხდა. და ნაშიმეთი ბიბლია გაიხსენა, როგორ ნათქვამი, რომ თქვა ღმერთმა იქნას ცოცხალი არსებები გამრავლდნენ და მე ადამიანზეც იგივე ამოსო და აკურთხა ღმერთმა და აღორძინდით, გამრავლდით, ავსეთქანა და ეუფლებას. მოხდება კურთხევა 4 კი. აღორძინდით, გამრავლდით, ავსეთქანა და ეუფლებას. ჯვარი გამოსახულია ვერ ხდები. ამაზე არ მიფიქრეო. ხო და აი მეთი კავშირი ბიბლიის ამ სიტყვასთან, აი პირდაპირ გაქვს ეკრანზე. შეგვიძლია გაკვეთილის დროს ბავშვებთან ეს გამოიყენო დაანახო. ასევე სხვა კავშირებით შეიძლება აჩვენო ინდა თქვათ ოკეანეები, ხმელეთი, მდინარეები, ატმოსფეროს მოვლენები, თვითონ რიტმი წლიური თქვათ მზის და დედამიწის ურთიერთ მიმართების კლიმატური პირობები. აი ეს ყველაფერი მეთქე. გავზრდები რომ ისო მზიდან რა მადლზე დაშორებული დედამიწა და მის ორბიტა, რომ სხვადასხვა პლანეტები ან ახლოს მზედან იწვიან, ან შორსა და იყინება. და ატმოსფერო ან არის, ან კიდე გაურკვევლია, ან იქ ცოცხალი არსება და მარტო ეს ან უნიკალური მოვლენა არის. ეს არის ედემი, ეს არის ბაღი, ძალკოტი, ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ. და სხვა არ არის და ეხლა მიმართული იდეა, რომ აი სადაც უცხო პლანეტელები არიან და აი იქ სხვა ცხოვრება. რომ იქამდე რომ ასტროფიზიკოსები ამბობენ, მანძილი რამდენიმე 1000 სინათლის წელწადია. სინათლის წელწადი ნიშნავს, რომ სინათლის სიჩქარეს იმოძრაოს რაღაცა სხეულმა. ანუ წამში 300,000 კილომეტრი გაიაროს. მიზიდესი. წამში წუთში რამდენი წამია, საათში რამდენი წამია, წელიწადში რამდენი წამი გამოდის. და გადამრულ ეს და რას მიიღებ, რომ ეს არის მიუწვდომელი სივრცე არის.
და ეს შემთხვევით არ შეიძლება ხო მე უფრო მოხდეს აი მეცნიერებიც ამბობენ რომ თუ არა იმ მანძილზე რომ არ იყოს ზუსტად იქ სადაც არის მიმოქცევაც არ იქნება არც ნაყოფი მოვა ისე როგორც უნდა მოვიდეს აი ერთი მხრიდან არის ხო ღერის გარშემო მატერიალი დედამიწაზე ბრუნავს ვის არ ბრუნავს რატო არ ბრუნავს აი ესეა სატურნი საოცარი ისეთი პლანეტად ითვლება მასაც არის რგოლი მის გარშემო ამით გაცხებული და ეს არის პატარ-პატარა კომეტები რა იქ არის მსხვილი კომეტები და თუ კი ერთიანი იყო მტვერი კოსმოსური და დატრიალდა მას ერთმანეთს უნდა ბრუნვა და ყველა თავისით ბრუნავს და ამ სატურნის ამ რგოლში სწორ კალში უმრავლესობა ერთმანეთს ბრუნავს და ნაწილი პირიქით ბრუნავს და ერთმანეთს არ ეჯახებიან აი ეს ხო აუხსნელი ფენომენი არის მივხვდი რომ უფალმა შენ გამოცანები მოგცა რომ ამას ადრეგონება ვერ მიჩნდება თუ კი ეს ნივთიერი მიუწვდომელია ღმერთი ამის შემოქმედი მით უფრო მიუწვდომელი არ არის მაგრამ საიდან გააცოდა თუ ღმერთმა არ გამოგიცხადა ვერ გაიგებ და მიიღე მაშინ იცხოვრე რაც იცი ღვთისაგან მოცემული ჯული წესი ცნებები შეასრულე თუ საჭიროა ისიც მოგეცემა დიახ მე ხო და ახლა ახლა galaktikაში მე ჩვენ რასაც ხედავთ კიდე ეს ჩვენი galaktika და იქეთ უსასრულოა ხო და ახლა ვინ იტყვის რომ სხვა რაღაც არ არსებობს მაგრამ ღმერთი ამაზე ჩვენთან არ საუბრობს და ჩვენც მივიღოთ აი როგორც თქვენ ბრძანეთ რაც მოგცა ის გავითავისოთ შევიცეთ და იმის იქეთ ერთ ვიპოვოთ აქ აი ჩვენთვის მოცემ სამყაროს შემეცნებით და საკუთარ თავის შემეცნებით და იმ დანარჩენს მე გამოგიცხადებს უფრო თუ საჭიროა შენთვის სასარგებლო თავი ხომ ისე არ არის შენ ის გაიგო არამედ შენ უფალთან კავშირი დაამყარო მარილ ცხოვრების წყაროსთან კავშირი დაამყარო ეს არის შენ ემსგავს უფალს რითი სულდელებით სიბრძნით სიმშვიდით სიყვარულით მოთმინებით მიტევის უნარით ანუ ყველას ზნეობრივად და სრულად გაბწყინებული იყო შენ და უნათების ხებს ეს არის მიზანი გემეფება აი ერთ სიტყვი ამ თემასთან დაკავშირებით კიდე და სხვა თემაზე გადავიდეთ აი ზოგიერთი მეცნიერი ამბობს რომ ეს ყველაფერი დაიწყო აფეთქებით როგორ შეიძლება აფეთქებით თქვათ აი მეტეორი ჩამოვიდა რაღაც თესლი ჩამოიტანა თქვათ მაგრამ სიცოცხლე ადამიანი ვინ ჩამოიტანა აფეთქებით ეს ხوار შეიძლება რომ მოხდეს კი ბიბლიაზე პასუხი აქვს მარტივი მოთ მარტივი მიწოლა დედგონებისთვის სული ღვთისა იქცევდა ზედაწყალთან ცხოველს ყოფილი სული მოქმედებს მაშინ ესე ვთქვათ რომ აფეთქება ჩვენ აფეთქება რო ხდება ეს ქაოსია არის აფეთქება რომელიც მიზანდასახული რაღაც მიმართულება ანუ და გზა განწმიდოს ან გვირაბი გამოთხაროს ხო და მაშინ მიმართულია ეს და შედეგს ღებულობ შეხედავ ამ აფეთქების შედეგად ქაოსის წესრიგით ან წესრიგი მიკროსამყაროდან მაქსიმუმ სამყაროში აი ხედავ ყველა წესრიგს ის ატომის აგებულებაში წესრიგია იმიტომ ნაწილს უბრალოდ თავის წესრიგი აქვს თავის კანონი აქვს და ბიოლოგიურ სამყაროშიც ყველას თავისი ადგილი და თავის კანონები აქვს და მაშინ გაუნდებელი არსებობს ეს იქნებ არ იქნება ან რა აფეთქდა ნუ არაფერი არ იყო მოხდა აფეთქება რის გამო ნუ რაღაც ენერგიები საიდან გაჩნდა არ ვიცით პასუხი ანუ ნუ ჩვენ მივყვით ამ ჯერობით ამ მოსაზრებებს ჩიხში მოვიცეთ რომ აი ეს პირველ საწყისიდან აი გარვიცით და ის არის ღვთისაგან რატო რომ შეიქმნას და მე ადამიანი და ანუ უფალი ქმნის და თავის შემოქმედებით კიდე გვიცხადებს სიბრძნეს და სიყვარულს მისი ქმნილება მასთან შემოდის კავშირში და მასთან ერთად იზიარებდეს სიდიადის ცხოვრებისა თქვენ მეფება აი თქვენზე რო ფილმი გავაკეთეთ იქ დოკუმენტური ფილმი შეიქმნა იქ არის სასრულო პირები რუსთავის ეპარქიაში ამბობენ რომ თქვენზე ეს არის სიყვარულის მოძღვარი
ხო და მე აი ამ სიტყვას რატომ ვამბობ მე ზოგი რო დღეს კითხულობ სადა ეკლესია ეკლესია ხო არ შეიძლება და სასულიერო პირები რო დამანგრეველ პროცესში ჩაერთონ მე ეკლესია არ ყოველთვის მშვიდობისკენ მომწოდებელი ხო აი რატომ ხდება რომ ზოგიერთი სასულიერო დიდი იერარქიის პირებიც კი გამოდიან და ამ მშვიდობისკენ არაა მოწოდება მე ვფიქრე ეს ხალხის დაიბნა აი რატო ხდება ეს ну ეხლა ეს იმ პიროვნებებს უნდა ვკითხოთ რომ გამოდის მათ მე ეხლა ხან მოვისმინე ერთი მოდელს გამოსვლა მამა ვახტანგ დავითაშვილი ეხლა მე პირად ხედავ მას ეკრანზე და არც ვიცი რომ ეპარქიაშია მაგრამ საოცრად უმბრალო სიტყვით ისეთ სიბზნეს ამბობს ისეთ სიყვარულს აფრთხებს რომ გავუშვენ აი როგორ არ უნდა მოისმინოს და ისე პასუხება აი ამ ფსევდოლიბერალო ღირებულებების თაყვანისმცემლებს რომელიც ითხოვენ რომ სად არის ეკლესია რატომ არ დგას ეკლესია აქ და ანუ მათ არ იციან ეკლესია მათ არ ისმით ეკლესია და ეკლესია რომ მათ მოიდეს ის არც ეკლესია აღარ იქნება და არ თქვენ ეფესაში გმოწევს რომ თქვენ აღარ მოისმენთ მის სიტყვას ეხლა არ ისმენთ და მე როცა ეს მისიას დაკარგავს მით უმეტეს აღარ მოისმენთ ის ხდება ისეთივე რომ თქვენ და თქვენ ხო ხართ და აიტომ საოცრად აი და თანმიმდევრულად აჩვენებს რომ რა შესულები დაშვებული ამ ასეთ მიდგომაში ეკლესიის მიმართ რომ ის აგრეთ ეკლესიის ისმინოს ეკლესიას უბრძანებენ გამოდევ დადი ჩვენ გვერდით და უნდა უკარნახო რა უნდა გაგეცე ეკლესია ეკლესია უფალო შექმნა ჩვენი ერთობის და მშვიდობისათვის სიყვარულისთვის ჩვენი სრული განვითარებისთვის ზრდისათვის და შენ კიდე რომ იმან ეს თავის მისიას დავიდანებოს და გამოვიდეს და შენ უსმენ ეკლესიას შენ მოდიხარ ეკლესიაში შენ წმინდა წელს კითხულობ შენ იმ ცნებებით ცხოვრობ რა უფალო მოგცა არა და რა სითხო მაშინ აი ეს პრობლემა აი მაგრამ დავამბობ რომ აი სასულიერო პირი ესე ხედავს და ის სახარების სეულად მსჯელობს და ვიღაცები ლიბერალური თუ ფსევდოლიბერალური თქვათ ფსევდო ღირებულებების მიხედვით მსჯელობს აი საფრანგეთის ეს დიდი რევოლუცია რომ მოხდა ეს მე-13 საუკუნეში ახშობთ ისტორიიდან იქ ესეთი ლოზუნგები იყო იგი თავისუფლება ერთობა ძმობა ვისგან თავისუფლება ვისთან ერთობა ვისთან ძმობა განსაზღვრული არაფერი არ არის მაგრამ მომხიბლავია აი თავისუფლება თავისუფლების მოსყურდა ვიცარდა ირემს წარმოვანყარა მაგრამ პასუხისმგებლობა არის თავისუფლად უდიდესი პასუხისმგებლობა შენ გაკეთო ყველაფერად შენ გინდა მაგრამ ყველაფერი შენთვის სასარგებლო არ არის ამას პავლე მოციქული ამბობს კი შემიძლია მაგრამ ეს ყველაფერი მაგრამ სასარგებლო არ არის აი ამის გარჩევის უნარი აქვს დაკარგული რა არის ქვეყნის დღეს სასარგებლო ურთულეს გეოპოლიტიკურ ასეთ სივრცეში არის ჩვენი ქვეყანა ისტორიულად და დიდი სიფრთხილე გვართებს და წინადახედულობა რომ ჩვენ სხვა ჩვენზე უფრო დიდი ქვეყნების და მათ პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი არ გავხდეთ რომ ჩვენ მათთვის გასაწირი პაიკი არ გავხდეთ რომ ჩვენ როგორც აქამდე გადავრჩით დღესაც გადავრჩეთ კიდე მაშინ ესეთი გლობალური პროცესები არ იყო ლოკალური თქვათ არეალის თქვათ ახლო აღმოსავლეთი და კავკასია დღეს უკვე მთელი დედამიწის მასშტაბით მიდის ეს პროცესები და ის ინტერესთა გადაკვეთა შენ ქვეყანაზე რომელსაც გეოპოლიტიკური ადგილი უკავია მით უმეტეს უფრო გაიზარდა ბევრად გაიზარდა და იყო ადრე თუ ორ იმპერიის შორის იმყოფებდი დღეს 5 იმპერიის შორის იმყოფები და კიდე მეზობელი ქვეყნების კადევე და ცოტა ხომ და დაფიქრდი ადამიანია რა და
აი ეს სიფრთხილე არ იგზნობა. არიან ის ვინც აწვდიან ფეთქებათაც იდეებს, მაგრამ ამ იდეებს უკან რადებს ჯერ არ ვიცით. ვინც იცის ის არ ამბობს ამას და ამ იდეებს აყოლილი ვიღაცა ბრმად და ყრუთ იყენებს და სკანდირებს ამას ამ იდეებს და ვერ ხდება რას. მოდი, აი რა მაქვს მე საწინააღმდეგო ევროპისა და რა მაფრთხილებს მე ევროპის ურთიერთობაში. ძირფასი კულტურა აქვს. კლასიკური მუსიკა იქნება ეს, იქნება თუ მიხდები მეცნიერებაში იქნება. კი. გარკვეულად ქარტიები და ადამიანის უფლებების დაცვის. კი, შეიძლება. ეს მშვენიერია. მაგრამ ეს კოლექტიური დასავლეთ ამედოს ავტორი ათეიზმის გავრცელების სოფლიოში მონად მასობრივად მონამსწიდვის აი აფრიკიდან გადაყავდათ ამერიკის კონტინენტზე ეს აფრიკის მოსახლეობის ჯანსაღი თაობა მერე დაპყრობა და ამერიკის კვირი მოსახლეობის განადგურება აფრიკის დაპყრობა და მისი ნედლეულის თავის გასამდიდებლად გასაგებად გამოყენება და იმ მოსახლეობის უმძიმეს პირობებში, კოლონიალურ პირობებში ყოფნა. ესეც იქ არის. ფაშიზმის იდეა გაჩნდა იქ. ბოლშევიკებს იკვებავდა იდეით და თანხებით და იარაღით ის დასავლეთი. რატო? მაინც პოლიტიკური ინტერესები იყო. რომ მას არ უნდა ყავდეს კონკურენტი სოფლიოში. ის უნდა ბატონობდეს. აი ეს მე ვთქვი, მაფრთხილებს ვთქვი. თავისთვის ის კარგია. ამერიკა შეერთებულთა იქ რო ხარ, კარგია. ევროპაშიც კარგია რო ხარ. მაგრამ შენ იმათვის იქ მაინც ხარ უცხო. ამას გზნობ. ის მან შენ ცხოვრე და ახსოვს რომ შენ იქ მოსული ხარ და თუ რამე ისე არ მოეწონა შენ ეგრე მიიწევს დეპორტაციას გიკეთებს სტადიაკიდან. აი რა ეს არ ვიცით ჩვენ. კარგ საქმეს აკეთებ გრანტებით აფინანსებენ გარკვეულად ჩვენ კულტურულ საქმიანობას, გარემოს დაცვას კი მშვენიერია. მაგრამ მოდი ერთი ფაქტი გავიხსენოთ. 30-იან წლებში უკვე გიტლერი შეერთებულში მოვიდა გერმანიაში. გერმანიიდან ეს პირი აქვს ნორმალური ურთიერთობა სამკავშირთან. ჩამოდიან თავშლელები. თავშლელი და თავშლელი წავიდეს და აი მაგრამ ეს კავკასიონი აინტერესებთ. დადიან და ომი რო დაიწყო ამ თავშლებისგან შეიქმნა დივიზია ედელვაისი. თავშლელების დივიზია, რომელსაც შესწავლილი ჰქონდა კავკასიონის ქედი და ეს გადაელახათ ანდრინით, მაგრამ იქ დახტა მოსახლეობა, მთის მოსახლეობა. იგივე სვანები და ზემორაჯის ხალხი და თვითონ იმაზე მეტი ბილიკები და ამათ გაიგეს და შეძლეს დაცვა კავკასიონის. მაგრამ ფაქტია რომ თითქოს კულტურული ღონისძიება რომ აი გავცოლოთ თქვენი ალპინისტები ჩვენთან ჩამოვიდნენ ალპებში წავიყავთ ჩვენ თქვენთან ჩამოვალთ მაგრამ ის ჩამოდის რაღაცის შესამეცნად რომ როგორ გამოიყენოს ეს თავის ექსპანსიურ გეგმებისათვის. აი ეს მომენტი არის და ის გავიწყება ჩვენ. ეს მარტივად არ არის ურთიერთობა. შენ ნიჭიერი ყავს ხო სტუდენტი და იმას უცებ ეუბნები რიცა თქვენთან კვლევითი ინსტიტუტები აღარ არის. დამო ჩვენთან კარიერას მეცნიერ კარიერა გექნება, ხელფასი ძვირფასი გექნება, განვითარდები როგორც მეცნიერი სოფლიოში ცნობილი გახდები და იდის მერე იქ. ეს არის ინტელექტუალური პოტენციალის გადაზიდვა თავისკენ. და შენ არის უნდა განვითაროთ ჩვენი ნეოკოლონიალური პოლიტიკის გზა. ხო? ასე რომ მე თავისთვის ძალიან კარგები არიან. და მე მინდა ჩვენც ესეთები იყო ჩვენთვის, მაგრამ ჩვენივე ძალებით შევდოთ ეს. აი მაშინ ჩვენ თანასწორი პარტნიორობა გვექნება.
და ეხლა არათანასწორი არის. რატომ რაღაც ამ თანასწორ პარტნიორობას არ გვთავაზება მეუღლე და თუ აქედან გამოდივართ ერთიდან და არ გვინდა მონობა მეორესთან რატომ უნდა მივიდეთ? გვთავაზებო, აი რასაც გეუბნი ისე გააკეთო. ეხლა ეს ან მე ეს და მე აღმოჩნდება უკვე. დიდი მადლობა მეუღლე, ხლა ეს რეკლამის დრო და შემდეგ გავაგზავნოთ ჩვენი საუბარი. ჩვენ გვინდოდა განსაკუთრებული პროექტი შეგვექმნა საქართველოში. პირველი საერთაშორისო ბრენდი, რომელმაც ეს იდეა პროექტის საწყის ეტაპზე გაიზიარა და Central Park Towers შემოერთდა, იყო ჩოტომატე. ჩოტომატე გვთავაზობს კულინარიის თანამედროვე ტრენდს, ნიკეის სამზარეულოს, რომელიც იაპონურ პერუული კულინარიის ნაზავია. ამ ბრენდით თბილისი შეუერთდება ისეთ ქალაქებს, როგორებიც არიან ლონდონი, მაიამი, სან-ფრანცისკო და სხვები. ჩოტომატე, რომელიც განთავსდება Central Park Towers-ის 42 სართულზე, კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის ამ სასტუმროს. აქ ყველა დაინტერესებულ ინვესტორს შეუძლია შეიძინოს სასტუმრო ნომერი, რომელიც იმართება 40 წლიანი გარანტირებული კონტრაქტით საერთაშორისო ოპერატორ Radisson Blu's მიერ და აქვს შესაძლებლობა ყოველთვიურად მიიღოს $3,000 შემოსავალი. გულწრფელი ემოციები, დაუვიწყარი სიყვარული, დაოჯახური სითბო. დარჩი ნამდვილი, ყველაფერი ჩვენს ხელშია. მაიონეზი სლობოდა, ბედნიერება დეტალებშია. ერთ-ერთი დანაპირები, როდესაც ჩვენ პროექტს ვიწყებდით, იყო მიშელინის ვარსკვლავის დონის რესტორნების შემოყვანა საქართველოში. რობერტოსი არის იტალიური რესტორანი, რომლის მთავარ შეფსაც ენრიკო ბარტოლინის 14 მიშელინის ვარსკვლავი აქვს. იგივე პარტნიორებთან ერთად ჩვენ ასევე ვქმნით პირველ კუბურ ლაუნჯს რუმბას. შესაბამისად, Central Park Towers-ში თავს იყრის კუბური, იტალიური, იაპონურ-პერუული, ფრანგული, ქართული, ჩინური და სხვა კონცეფციები. ის იქნება ყველაზე გამორჩეული და მრავალფეროვანი სასტუმრო რეგიონში, სადაც ყველა დაინტერესებულ ინვესტორს შეუძლია შეიძინოს სასტუმრო ნომერი, რომელიც იმართება 40 წლიანი გარანტირებული კონტრაქტით საერთაშორისო ოპერატორ Radisson Blu's მიერ და იძლევა შესაძლებლობას ყოველთვიურად მიიღოთ $3,000 შემოსავალი. ფასტაკლება კარფურში, ღორის ხორცი 12 ლარი და 99 თეთრი, ქათმის ფილე 6 ლარი და 99 თეთრი, სიმინდის ზეთი 13 ლარი და 99 თეთრი, ჩიფსი 3 ლარი და 59 თეთრი, ღვინო 7 ლარი და 99 თეთრიდან, ჩემოდანი 39 ლარი და 90 თეთრიდან, კარფური, დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები. გრძელდება ჩვენი გადაცემა მეუფება. მეუფე, დავანებოთ თავი ახლა დღეს რაც ხდება და ახალი წელი მოდის, შობა ახალი წელი მოდის და რას უსურვებდით ჩვენს ეპარქიას, თქვენ ბრევლს. რამდენად სარგებლიანი იყო ეს წელიწადი ჩვენთვის, ჩვენი ეპარქიისთვის. თქვენ როგორ შეაფასებდით ამას როგორც მღვდელმთავარი, ეპარქიის მმართველი? მე ვფიქრობ, რომ ორ დიდი ხარვეზი ჩვენი თაობის არის, რომ ჩვენ თაობამ არ იცის წმინდა წერილი. ძირითადად ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. და რომ ესე სიტყვად გაცემული პასუხი, ის რომ მაგალითზე არის გაცემული პასუხი. აი მეფე დავით მეფსალმუნეს ქრისტეშოვის მე-10 საუკუნე ამბობს საოცარ სიტყვას 112 ფსალმუნია. უფალო მოგიხსენე სამართალნი შენი საუკუნიდან და ნუგეშით მეცამე. იგი შენ თუ შენი ქვეყნის, შენი ერის და ადამიანის
დარსში ვერ ხედავ ღვთისმოქმედებას მის სამართალს როგორ მიეგო ყველას შესაბამისი მისი ცხოვრებისა უცებ მაგრამ თოთა განმავლობაში ყველა ზედავს საშუალებით დაინახოს თავის ცოდვა შეინანოს გამოსწორდეს მაგრამ არის გამოსწორებელი და ყველა თავის ხებულობს აი მოვიხსენო ეს სამართალნიში საუბარი და უშის მეცადა მე დღეს შეიძლება ვიდევნები მომცირებენ მაგრამ მე შენ წინაშე ვფავ თუ არ მართალი ვარ შენ დამიცნობე შენ დაიცავ ჩემ სამართალს და ამათ ყველას მიაგებ აი ეს შემეცნება ღვთის სიტყვისა და ცხოვრების სიტყვის დღეს პრაქტიკულად არ არის ნუ ეკლესიაში რჩეულები მაინც ცხოვრობენ ამით და ამიტომ მათ იციან რა არის ცხოვრება და როგორ ეცხოვრა დანარჩენები ხილში არიან წარმავალი ღირებულებების ხო აი ეს შეიძლება და უსურვებდი რომ ეხლა სკოლებში ვერაფერთ არ შედანოთ რელიგიის მაგრამ თეატრის და მაგრამ აი ეს სიბრძნე მთელი კაცობის ისტორიისა მოვლენებში განცხადებული რო არის ეს ხო უნდა იცოდეს წმინდათა ცხოვრებაში განცხადებული წმინდა წერილში მაგათები მოცემულია და სხვადასხვა შემთხვევებია განხილული შვილი მამასი ნაუდგა ან მამა უსამართლო მოექცა შვილს ან საზოგადოებაში არა ჯანსაღი სულით დიალოგდა ყველაფერზე პასუხისმგებელია თუმცა შეიძლება ამის ექსტრაპოლაცია ჩვენ დაწესებულებაზე და გადმოუტანე დღევანდელ დღეს და დაინახავ სიღრმეს არა შინდად ღვთით როგორ ფიზიაში და მე როგორ სწორნაბიზად გადადგავ შენ აი ესეა იგივე თორე მე რაღაცა მაწყენა რა უნდა და ჩემი წყენება თუ არ უნდა და აქ სხვა საკითხია თუ არ უნდა უნებლიეთ მით უმეტეს უნდა ვაპატიო ნუ დავფიქროთ მოვიდა თუ შეგნეულ დააკეთა წყენა არ უნდა გავიკარო მაგრამ მივხვდი მე ხوار ვაწყენი ამ ადამიანს ამი და იმიტომ მიბრუნებს სურს იძიებს შემზე შეიძლება რაღაც გულისხმობ ვარ და უნდა გამოვაფხიზლოს მაშინ პირიქით რომ ჩემი რაღაცა სურს და უნდა დამწამოსო თვითონ წინ წავიდე სამით მაგრამ ჩვენთვის მაგალითი არის მაცხოვრის სიტყვა და მას ჯვარსაც პირველი სიტყვა არის მამაო მიუნტევენ არ იციან რა საკეთებენო და მე დეილა მართალით მეორეს ხო როდესაც ლახვარი ორსულსა მიუტე არ იციან რა სიქმან აი ითან ილია რატომ იტყვი მართალი მან გაიზიარა ღვთის სიტყვა და შესაძლოა გახდა მსხვერპლი ვისი რომ თვითონ დემოკრატიის და თავისუფლების და ღირსების და შეიძლება ყაჩაღები და ვაჟაკები და დარცველები იყვნენ აი და ფულისთვის იყიდებოდნენ აი ეს არის და იმათი მსხვერპლი გახდა მაგრამ ილია დაიბრძა მარადული ცხოვრება და იმათ მარადული სიცხვილი და სასჯელი გვარსაც აღარ ინახსენებს იმათ ვინ იყო და რა იყო და მე უფე აი რადგან მაგ საკითხს შევეხეთ ვამთავრებთ და ბოლოს ესე ვთქვათ როდესაც ადამიანი შენ დედას თქვა შეურაცხყოფს ან მამას შეურაცხყოფს ჩვენ როგორი დამოკიდებულება გვექნება მის მიმართ ხო რა თქმა უნდა გვეწყინება და შეიძლება არც ვეჭხუბოთ მას საერთოდ არ დავცილეთ იმ ადამიანს არ დავილაპარაკოთ და აი დღესაც მე მაგალითად ვერც ვიტყვი ისეთი ვერც გავიმეორებ ისეთი ლოზუნგები აქვს დაწერილი პატრიარქის მიმართ, საპატრიარქოს მიმართ, სასულიერების მიმართ, ეკლესიის მიმართ და ის ადამიანები რომლებიც თვლიან იქ დგანან მათ გვერდში და თვლიან რომ კი ესენი ეკლესიის წევრები არიან თუ გით იქ არ დგანან მაგრამ აქ ამბობენ რომ ჩვენ ეკლესიის წევრი ვართ მაგრამ მაინც მხარს იმას უჭერენ როგორ შეიძლება მამის მაგინებელს გვერდში დაუდგე და მხარი დაუჭერო ეს ჩვენ გვესმის რომ ქრისტიანები ვართ და იმას არის მე ამიტომ აი ნუ ევროპული ღირებულებები იმათთვის ხომ მიუღებელია ეს ლანდვაგინება კი არა
რაიმე შემაწუხებელი ზედმეტი სიტყვის თქმაც კი არ სიამოვნებთ და ფაქიზები არის ამაზე და თუ კი ჩვენ იმათან უნდა მივიდეთ ხო ეს ეძახიან ევროპაში უნდა შევიდეთ ვითი გინებით მშობლის გინებით და უნდა ხარ ესეთი ევროპას იზავას ბაზოს მოგთხოვს მაგრამ ეხლა არ თხოვს ეხლა ჭირდება შენიან აგინე ჩემთან არ გაბედო დიახ სწორი ბრძანა თქვენებმა დავამშვიდობოთ ჩვენ ტელემაყურებლებს ხო უკვე ახალი წელი ჩემო მე თვითონ და ერთ კვირაში ალბათ ახალი წელი თუმცა ძალიან დაიძაბა სიტუაცია მაგრამ იმედი მაქვს სივრცე ჩვენი ხალხის მაინც ხოთ დაშობილი უკვე შესწავლის აი ამ იმ დღიდან დამოუკიდებლობა ჩვენ აღვიდგინეთ და დაშობილი შესწავლის მაინც იმედი მაქვს რომ ამ ახალ შესწავლას არ დაუშვებენ ერთმანეთს გნასმევ რომ ემოციებმა დავგუპა ჩვენ და ემოციების გარეშე რომ მართოთ ჩვენი ქვეყანა დიდი მადლობა თქვენ ემოფებამ გადაცემაში მობრძანებისთვის ძალიან გაგვახარებთ ყოველთვის როცა მოგრძანდებით მე და თქვენ პატივცემულ ტელემაყურებლო გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე